აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მიულოცავ შობას ახალ წელს რეჟიმის პატიმრებს, ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ახალ ფიცქერენ ეკრანებზე და მინდა ვუთხრა მათ, რომ თითეული ჩვენგანი, როცა გავდივართ რუსთაველზე, პირველი მოთხოვნა, პირველი мотивация, რაც გვამოძრავებს საღამოს 8 საათზე რუსთაველზე ვიდგეთ, არის ის, რომ თითოეული მათგანი დროულად ავიხსნათ ამ ტყვეობიდან და ამას ჩვენ ყველანი ერთად მივაღწევთ. ასე რომ ყველას გვახსოვხართ, ძალიან ვამაყობთ თქვენით და ყველანი მალე შევხვდებით რუსთაველზე. мотивация ძალიან სწორად ახსენა, სხვათა შორის დეამს დაღლილობას, ეს мотивация ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენი დაღლილობა, არა გვაქვს უფლება მართლაც, რომ თუნდაც ამ ბავშვების გამო გარეთ ვიკა, აი ძალიან მართლად აღნიშნეთ, ჩვენ არა გვაქვს ამის უფლება, იმიტომ რომ ჩვენ თუ გავჩერდებით, ჩვენ თუ შევწყვეთ ბრძოლას, ჩვენ უბრალოდ გავქრებით. გავქრებით ოჯახებიანად ამ ქვეყნიდან და ჩვენი ქვეყანაც გაქრება როგორც სახელმწიფო. ამიტომაც ეს არის ის ენერგია, ის мотивация, რაც გვაძლევს ძალას რომ ვიბრძოლოთ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ახლა საუბრობდით და არ შემიძლია ორი სიტყვა თქვა იმ რაღაც წარმოუდგენელ განცხადებაზე, რომელიც გავრცელდა დღეს. მე მინდა პირდაპირ თქვა, რომ ეს განცხადება არ იყო ჩვენთვის დაწერილი, ეს არ იყო იმ ადამიანებისთვის დაწერილი, ვინც რუსთაველზე დგანან, ვინც საქართველოს ღირსებისთვის იბრძვის მართლა, თავისუფლებისთვის იბრძვის მართლა. ეს იყო დაწერილი მათი ქართული ოცნების, მოდი თქვათ უკვე რეჟიმის, ჯერ კიდევ არსებული რაღაც მხარდამჭერების გუნდისთვის, რომლებიც უკვე თხელდებიან ეს რიგები, უკვე ეფრთხნებათ ეს ამომრჩეველთა რიგებით და უნდა რაღაცნაირად დაიჭერონ ეს ადამიანები, თავიანთი რაღაც გულშემატკივრები და მათთვის რაღაც გზავნილები, აბსურდული გზავნილები უნდა გაავრცელონ, ხო? მე განცხადების შინაარსში მე ვერ შევალ, აქ ალბათ სხვა ექსპერტები უნდა მოიწვიოთ, რომ ამ განცხადებაზე იმსჯელონ და შესაბამისი რაღაც დიაგნოზი დასვან, ხო? არა, მე არ ხუმრობ, იმიტომ რომ მართლა ესე იგი მძიმე მდგომარეობაში იყვნენ ის ადამიანები, ვინც ამ განცხადებას წერდნენ. აი, მე დამაკლდა, მაგალითად, არ ვუტრირებ, არ ხუმრობ. აი, უკვე ისეთი ტექსტი იყო, ხო, და ისეთი ემოციის და ენერგეტიკის მატარებელი ტექსტი, რომ აი შეიძლება რაღაც მარსიანელების რაღაც შემოსევაზე და რაღაც ესეთ აბსურდულ და გაუგონარ რაღაც საფრთხეებზე ყოფილიყო საუბარი ამ განცხადებაში. ორმა რაღაცა მიიპყრო ჩემი ყურადღება. პირველი, ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, რომ თურმე ისე კარგად მუშაობენ ძალოვანი სტრუქტურები და გაუგონარია ამ ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელების დასანქცირება, რომ ამდენი აქცია დაშალეს თურმე მშვიდობიანად, მსუბუქად, რომ არც ერთი დაზარალებული არ არისო, არავის დაზიანების ყვალი არ ემჩნევაო. ეს მეგობრებო, მარტო არის აი ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში დალეწილი, სახის ძვლებ ჩამტვრეული ჩვენი თანამოქალაქეები, მე მგონი ეს არის ნაწილი და ეს არ არის კიდევ სრული რაოდენობა ყველა დაზარალებული ადამიანის, აღარაფერს ვამბობ ადამიანებზე, რომლებიც მოიწამნენ რაღაცა წარმოუდგენელი შემადგენლობის რაღაც აირით, ხო? და ასევე ადამიანებზე, რომლებმაც ფსიქოლოგიური, ძალიან სერიოზული ტრავმები მიიღეს, ახალგაზრდებს ორღობეებში, ბნელ ქუჩებში დასდევდნენ გოგობიჭებს და სცემდნენ და აშინებდნენ. ამიტომაც წარმოუდგენელია თქვენ ამ რაღაც პასკულებში რა, ესე იგი, ღირსებებზე საუბრობთ ძალოვანი სტრუქტურების. და ასევე, ესე იგი, რაღაცა ისეთი ფორმულირებები, შეფასებები, რომ თურმე ყველა, ვინც ვაკრიტიკებთ რეჟიმს, ესე იგი, საფრთხეს ვუქმნით ქართველობას, აი რაღაც მსგავსი რაღაც აზრები იყო ამ წერილში. ანუ ჩვენ, ვიკა, წარმოიდგინეთ, როცა საუბრობთ, რომ გელათი ინგრევა და დამნაშავე კულტურის სამინისტროა, თურმე ჩვენ ქართველობას ვებრძვით. ვარძია როცა ინგრევა, ჯვრის მონასტერს პრობლემა რომ აქვს, ყოველი მეხუთე ქართველი ბავშვი, საქართველოს მოქალაქე შიმშილობს, თურმე ჩვენ ქართველობას ვებრძვით. როდესაც ოჯახები ემიგრაციაში მიდიან, საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი მოქალაქეები, რომელთა ადგილს
ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები იკავებენ სამუშაო ადგილებს, საცხოვრებელ ადგილებს და ამას ჩვენ ხმამაღლა ვამბობთ, თურმე ჩვენ ქართველობას ვებრძვით და ესენი თურმე ქართულ საქმეს აკეთებენ. წარმოუდგენ რაღაც ესე იგი გამრუდებულ სარკეების ქვეყანაში უნდათ რომ გვაცხოვრონ და იცხოვრონ თავად. არის ასეთი ქვეყანა ჩრდილოეთით, რუსეთი, სადაც მათი ბუნებრივი გარემოა და არც ერთი ევროპული ქვეყანა მათ არც მიიღებს მე მგონი არასოდეს. ამიტომაც მათი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება იქნება ქვეყნის ხსნაც და ქვეყანაში ნამდვილი მშვიდობის, არა ისეთი მშვიდობის, რომელსაც გვთავაზობენ, ნამდვილი რეალური მშვიდობის და კეთილდღეობის დაბრუნების საწინდარი. ამიტომაც რა უნდა მოხდეს ხო ამ უახლოეს მომავალში? პროტესტი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. პროტესტის გეოგრაფია არის ძალიან საინტერესო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთ საქართველოს ძალიან აქტიურია ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, აღმოსავლეთიც და რა თქმა უნდა თბილისი. გეოგრაფია მრავალფეროვანი, ფორმები მრავალფეროვანი და რა თქმა უნდა შინაარსი, აი მაგალითად 15-ში 3 საათზე საქართველო იფიცება. ეს ის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა რომ რაღაცნაირად უფრო მე ყველაზე მეტად მიხარია და თქვენ და ყველას ჩვენ და სიამაყით ვითვლით, ხო? 42 დღე, 53 დღე, თან სიამაყით ვითვლით, თან არ გვინდა ეს დათვლა, გვინდა რომ სწრაფად მივაღწიოთ ამ შედეგს, მაგრამ აი ფიქრობთ თუ არა დეა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, აი გაფიცვაზე მინდა რომ რაღაც მაინც განსაკუთრებულად, განყენებულად ვისაუბროთ ამაზე. ახლა ჩვენ ალბათ გვიყურებენ ბიზნესის წარმომადგენლები, რაღაცნაირად ფიქრობთ თუ არა რომ უმნიშვნელოვანესი არის ბიზნესმა არა მხოლოდ ხელი მოაწეროს იმ პეტიციას, რასაც მოაწერა და მასშტაბურია ეს და 2400 ხელმომწერი ყავს უკვე, მაგრამ საქმიანად დაგვიდასტუროს და დაუდასტუროს საკუთარ თავს, საკუთარ ბიზნესს პირველ რიგში, რომელთა გაკეთების შესაძლებლობა მართლა აღარ იქნება ამ ქვეყანაში, რომ გაფიცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა ხალხთან ერთად დგომა და ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფიქრობთ თუ არა რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ფორმა ახლა ამ პროტესტისა და აი ამაში უნდა გადაიზარდოს ეს პროტესტი ნელ-ნელა. რა თქმა უნდა, გაფიცვა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა და ამით კიდევ ერთხელ ხელისუფლებას ახსენებს მოქალაქე, რომელიც და ბიზნესი, რომელიც გადასახადებს იხდის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა იყოს სტაბილური და ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდებოდეს და ამიტომაც ყველანაირი უფლება აქვს მოქალაქეს, გადასახადის გადამხდელს, ბიზნესს, რომ გაიფიცოს. ამიტომაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 15 იანვარს 3 საათზე სურველებს, ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციას, კომპანიას წარმოადგენენ, მათ მიეცემათ ამის საშუალება, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში. მე ეჭვი არ მეპარება, რომ სურველი იქნება ძალიან დიდი და კომპანიები ხელმძღვანელობა მისცემს თავიანთ დასაქმებულებს ამის უფლებას. იმიტომ რომ აი ბიზნესის გასაგონად, ჩვენი მოქალაქეების გადამხდელების გასაგონად და განსაკუთრებით პენსიონერების გასაგონად, რომლებმაც 26 ოქტომბერს ქართულ ოცნებას მისცეს ხმა. 35 ლარი. ესე იგი 35 ლარით მოემატათ პენსიონერებს საქართველოში პენსია. მაშინ, როდესაც პრემიერის ხელფასი, პრეზიდენტის, პარლამენტარების და სხვა ჩინოსნების ხელფასები გაოთხმაგდა. პრემიერის ხელფასი 14600 ლარი, პრეზიდენტის 14600 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის 14600 ლარი, პარლამენტარების 11680 ლარი, მინისტრების 12410 ლარის და მინისტრის მოადგილეების 10585 ლარი. ნუ აქვე ვთქვათ მაინც CSKO-ს თავმჯდომარე, რომელმაც ყველას დაგვამახსოვრა თავი, მასაც დაუფასდა და 12410 ლარი და საქართველოში პენსიონერებს 35 ლარით მოემატათ ხელფასი. ამიტომაც მეგობრებო, უნდა გავიფიცოთ, უნდა გავაპროტესტოთ და უნდა ამ ქვეყანაში მოვიყვანოთ ახალი არჩევნები. ბატონო,